უკაცრავად მიკროფონი იყო გამორთული, ინტერაქტივს ვიწყებთ. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ამ დროიდან შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 557 88 88. გადის დრო და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ქვეყანაში უფრო და უფრო მეტი უცხოელი შემოდის, ისინი აქ რჩებიან, ყიდულობენ სახლებს, ბინებს, მიწებს და საქმდებიან სხვადასხვა პოზიციაზე. ამის ბრწყინვალე მაგალითია აჭარის რეგიონი, სადაც განსაკუთრებით თვალშისაცემია ის, რომ ქართულად საუბარი პრაქტიკულად აღარ ისმის, ასეთივე პრობლემა საქართველოს დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში, დამეთანხმება ამაში თითოეული მოქალაქე, თითოეული გამვლელი, ვინც თბილისის, ბათუმის თუ სხვა ქალაქების ქუჩებში გადაადგილდება, ბუნებრივია ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ ტურიზმის, პირიქით ტურიზმი ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი სცდება ტურიზმის ჩარჩოებს და ფარგლებს და უცხოელები მასიურად აქ ჰპოულობენ თავშესაფარს და აქ ცხოვრობენ და ნელ-ნელა ქართველი უმცირესობაში ექცევა, აქ უკვე გვაქვს პრობლემასთან საქმე. და ვინაიდან ზაფხულის სეზონმა ეს საკითხი კიდევ ერთხელ გამოკვეთა და ვინც აჭარაში და ბათუმში იმყოფებოდა ყველამ ეს შეშფოთებით და შეწუხებით აღნიშნა, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ ინტერაქტივში დავსვათ ასეთი შეკითხვა, თქვენი აზრით, რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ, რაც სახეზე გვაქვს. საკმარისია თუ არა ის მოქმედებები, რასაც ხელისუფლება ამ დრომდე სწევს სასაზღვრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რა ცვლილებებია საჭირო და მთლიანობაში რაში ხედავთ ამ პრობლემიდან გამოსავალს. ეს შეკითხვა მინდა დღეს დავსვა გადაცემაში. ერთი ფოტო მინდა გაჩვენოთ ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომელიც გამოგვიგზავნა მაყურებელმა თუ რადიომსმენელმა, ჩვენმა ერთგულმა და ეს თბილისია. ხედავთ ერთ-ერთ გოგონას, რომელიც ორი ნაბიჯის მაღაზია ტაქსელში მუშაობს მოლარე კონსულტანტად, ჩადრებში გამოწყობილი. რა თქმა უნდა, ჩვენ პირადად ამ გოგონას არ ვეხებით, არც ერთი ადამიანის შრომას არ ვეხებით და დასაფასებელია უცხოელის იქნება თუ ქართველის ყველას შრომა, მაგრამ ჩვენ ამ ფოტოთი უნდა დავინახოთ ის პრობლემა, რომ მომავალში შესაძლოა საქართველო დადგეს ძალიან დიდი პრობლემების წინაშე. და ეს პრობლემებია ადგილობრივებისთვის, ქართველებისთვის სამუშაო ადგილების დეფიციტი, ისედაც დეფიციტურია ეს და კონკურენციას უწევენ ქართველს უცხოეთიდან ჩამოსულები. აგრეთვე ჩვენ დავდგებით მალე იმ ვითარების წინაშე, როდესაც უმცირესობაში ვიქნებით, ეს უცხოელები კი შექმნიან საკუთარ ორგანიზაციებს, პარტიებს, ვეღარ გაუმკლავდებით უკვე შეიძლება ხელისუფლებაშიც კი მოვიდნენ, ასეთი პრეცედენტები მსოფლიოში არის, როდესაც უცხოელები ხდებიან მერები, გამგებლები, პრემიერ-მინისტრები, პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებენ ხოლმე და ასე შემდეგ. სარია ეთერში, გამარჯობა, თქვენი აზრით, რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ უცხოელების მასიური შემოდინების ამ პროცესის წინააღმდეგ, რაც ბოლო დროს კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ. სამწუხაროდ კავშირი არ არის 557 88 55 88. როდესაც ჩვენ დემოგრაფიულ მონაცემებს ვეცნობით და ვხედავთ, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გვდება საქართველოში, ვიდრე იბადება და ეს ხდება უკვე 10 წლეულების განმავლობაში, არ გვაქვს პოზიტიური დინამიკა ამ მიმართულებით. როდესაც ვხედავთ იმას, რომ ქართველები უფრო და უფრო ხშირად მიდიან უცხოეთში საცხოვრებლად, თითქმის ოჯახი აღარ არის, საიდანაც ერთი ადამიანი მაინც არ არის წასული ემიგრაციაში, სწორედ ამ ფონზეა საგანგაშო ის მდგომარეობა, რასაც ვხედავთ. უცხოელების მასიური შემოდინება. ამ პრობლემაზე გვაქვს ჩვენ დღეს საუბარი. რამდენად მტკივნეულია ეს დღევანდელი საქართველოსთვის და მომავალში უფრო მეტად იქნება თუ არა ეს დიდი პრობლემა, ამ კითხვებზე გთხოვთ გვიპასუხოთ. სხვათა შორის ევროკავშირში ძალიან დიდი და მძიმე პროცესები მიმდინარეობს, სწორედ ახლა ჩვენი საუბრის პარალელურად ევროკავშირის ქვეყნებში, მაგალითად ესპანეთში ხდება არალეგალი მიგრანტების შედინება ძალიან დიდი ოდენობით, ამასთან დაკავშირებით კი უკვე მსჯელობაც კი დაიწყო და დღეს ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა მაგალითად
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა მათ შორის თქვეს, რომ შეიძლება და ეს იდეა მოსწონთ, გაირიცხოს შენგენის ზონიდან ესპანეთი, რომელიც ძალიან დიდი ოდენობით არალეგალ მიგრანტს იღებს და მათ ბინადრობის უფლებას აძლევს. სხვათა შორის ქართველები ხშირად სტუმრობენ ევროპის ქვეყნებს და ხედავთ უკვე, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში დაგროვილია დიდი აგრესია უცხოელის მიმართ. თუნდაც ის იყოს ტურისტი. და ჩვენც ამ გზით მივდივართ, ახლა შესაძლოა დღეს იმდენად მტკივნეულად ვერ აღვიქვამთ, მაგრამ ხვალ დავდგებით უმძიმესი რეალობის წინაშე, სამწუხაროდ. ზარია, გისმენთ გამოსავალი რაშია და რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ? გისმენთ, გამარჯობა. ეთერში ხართ, გისმენთ? დიახ, მე გოჩა ჯოჯუას მეგობარი ვარ. დიახ, სასიამოვნო. ოფიციალური პარლამენტარი. დიახ, გისმენთ. გოჩა მომიკითხეთ, გივი ორამაშულა. მოგიკითხეთ. დიახ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ და დარწმუნებული ვარ, ბატონი გოჩა მოისმენს ახლა თქვენს ამ მოკითხვას. თემაზე რა სიტყვით? თემაზე სიტყვით რომ თქვენ ზუსტად ახწერეთ ის რა მდგომარეობაში დღესაა. Potrei da akla namondiyare uqorat ramdeni terapia adamyaniaris irguli cherkeguli dres esi masnishnas რომ ახლა გადაისო უცხოელი მაცხოვრებლებიდან ეთქობა არავინ არ აკეთებს შემოსვლელებს ალბათ არც კი იმაშია რა თახას აიღებენ და შემოუშვებენ ალბათ. ხო, ბოლოს მომწონს თქვენი პოზიციები. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ საარისთვის. მადლობთ. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი პასიურია არაბული ქალაქების საკითხთან დაკავშირებით. არაფერს ამბობენ იმაზე, რომ უცხოელები საქართველოში მასიურად შემოდიან, ყიდულობენ სახლებს, ბინებს, მიწებს, აქ რჩებიან, მუშაობას აქ იწყებენ, ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ საგანგაშო მდგომარეობამდე. უფრო და უფრო ხშირად ნაკლებად ისმის ჩვენი ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში ქართულად საუბარი. ხედავთ, რომ წარწერებიც კი ხშირ შემთხვევაში ქართული აღარ არის. ზოგიერთ ქალაქში შედიხარ რესტორანში, კაფეში, სასტუმროში და იქ მომსახურე პერსონალი ქართულ ენას არ ფლობს. ქართულად ვერ გესაუბრება. ამას დამატებული ის, რომ მენიუებიც კი არ აქვთ ქართული. მოგიტანენ ინგლისურ ენოვანს, არაბულს, თურქულსაც კი აჭარაში, რუსულს და ქართული ენის დაფასების საკითხიც დგება აქ. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ქართველებიც არ ვაფასებთ ქართულ ენას და ჩვენ სატელევიზიო სივრცეში როგორი გაუმართავი ქართულით საუბარი ისმის ჟარგონებით და სხვადასხვა უცხოური სიტყვებით გაჯერებული, ხომ? ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. გამოსავალი რაშია და მთავრობამ რა უნდა გააკეთოს თქვენი აზრით? ჩემი აზრით განაცვალე, პირველ რიგში ყოველი ქართველი თუ ის ქართველია სიცხლის ხორცი სულით სუყელაფრით ყველა ქართველს უნდა აწუხებდეს ის რომ ქუჩაში უკვე ჩვენზე მეტნი რო არიან. ამათ გულისთვის არ დაუღრიათ ჩვენ წინაპრებსა და დღევანდელებს კიდე ანწუხელის იქნება თუ მერაბ მიდიაშვილი იქნება სიცხლე ამათ გულისთვის არ დაუღრიათ. სიცხლე ქართველების სიცხლით არის მოწამოწმული და ეს ხალხი გამოდიან მარტო მერქნის რომ ეკონომიური პრობლემაც არის ყველაფერი და თითქოს ეს ადარდებთ მარტო ის კი არ ადარდებთ რა დღეში ვარ ამ ხელა მწარე მაგალითები წვიმგვიდევს აქეთ ცხინვარი იქით აფხაზეთი ესენი ხო შემოსული ხალხია და რამდენია კიდე ღმერთმა იცის მიწა დავკარგეთ ხო ესე ამ ხელა აზროვნების უნარი როგორ არ მაგააჩნეთ აი რაზე უნდა იყოს ყველა ქართველი მობილიზებული
და მთავრობას კიდე აი არ ვიცი რა ვთქვა რა აი ყველაზე მეტად მაგაზე ვბრაზობ ამ მთავრობაზე როგორ შეიძლება ესე რატო შეიძლება სავსეა ქუჩები ზანძებით ინდუელებით პაკისტანელებით ირანელებით თუ რავი ვინ არ არიან ვინც კი გაჩენილა ქვეყანაზე არ შეიძლება ერთ საღამოს აი შემეძლოს უყურეს გაუშვებდიათიდან რა უბედურება ეს რა არის რა ეშველება მათო ის ხო არ არის იფიქრო შენ დღეს ფული გაკირელია კარგად ცხოვრობ კარგად ახარ ხვალ რაელი შენ შვილსა და შვილიშვილს ის შენ საკუთარზე მაინც იფიქრებ თუმცა ერთზე არ აფიქრებ აი ძალიან ვარ გამწარებული ამაზე არ ვიცი რაღაცა უნდა მოხდეს რაღაცა ამ გამოსვლები მოხდეს რაღაცა არ ვიცი მე მაგალითად პირადად ამ ჩემი მეუღლეც ვიყავი და ამ არაბულ ქალაქების წინააღმდეგ პირველივე მიტინგი რო დაინიშნა იქ რუსაველის ძეგლთან აი რაღაცა უნდა მოხდეს მსგავსი სხვა რა შეენაღვლება კაცო მე ბოლო აი ამ ახალ შემოსეულებზე მაქვს საქმე თორე ძველებზე აღარ მაქვს საუბარი მე რა თქმა უნდა, დიდი მადლობა სარესთვის, ჩვენ არ გულისხმობთ ახლა იმ ხალხებს, ვინც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ და ასე ვთქვათ, ისინიც ჩვენთან ერთად ამ მიწაზე შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ძირძველი მაცხოვრებლები არიან, მათზე არ გვაქვს რა თქმა უნდა საუბარი. მათთან ჩვენ მეგობრობა და ძმობა ვიპოვეთ და მტრობა ერთმანეთში არ გვაქვს, პირიქით ძმობა გვაქვს, მაგრამ აი უცხოელები მიწებს ყიდიან, უძრავი ქონების ბიზნესი ყვავის რუსულ ბაზარზე, არაბულ ბაზარზე ეს რეკლამებია, რასაც ახლა გაჩვენებთ კადრში. რეკლამებია, რომელიც არაბეთში, რუსეთში და სხვადასხვა უცხოურ ქვეყნებში გადის და მოუწოდებენ იქაურ მოქალაქეებს ჩავიდნენ საქართველოში, იყიდონ მიწა და ძალიან იოლად მიიღონ ბინადრობის უფლება. ხო, მაგ ასეთი კანონია, რომ თუ უცხოელი ჩამოვა $100,000 დახარჯავს და ფულით იყიდის უძრავ ქონებას, მაშინ მას ენიჭება ბინადრობის უფლება საქართველოში. მოქალაქეობა არა პირდაპირ, მაგრამ ეს ბინადრობის უფლება შემდეგ ადვილად გაგრძელებადია, რამდენიმე წლით აძლევენ ჯერ, შემდეგ კიდევ უფრო მეტი ხნით და ნელ-ნელა, როდესაც ეს ადამიანი დაფუძნდება საქართველოში, ბოლოს მოქალაქეობას იღებს. გავიგეთ, რომ არ ვართ ბატონო, არც ქსენოფობები, არც არავინ გძულს, არც მეზობლები, არც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ გვაპატიეთ, კარგად გაგვიგეთ თუ ჯერ ქართული ინტერესიდან გამოვდივართ. არ გვინდა რომ საქართველოში ქართველი მოექცეს უმცირესობაში ეს გვაწუხებს და ეს გვტკივა ხომ ზარია ეთერში რა სიტყვით ამ თემაზე მოგესალმებით ჩემი აზრით არალეგიტიმური ხელისუფლება უნდა გადადგეს დაუყოვნებლივ და ავრჩიოთ პატრიოტი ხელისუფლება სხვა გამოსავალი არ არსებობს მადლობთ გასაგებია თქვენი სათქმელი ბოლოს და ბოლოს უნდა გვახსოვდეს ხომ რა დაგვიბარა ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმა ილია მეორემ. როდესაც თქვა რომ არის ისეთი ღირებულება, რომლის გაყიდვაც უცხოელზე არ შეიძლება, ეს არის ქართული მიწა. თქვენ სამშობლოს, თქვენს ქართულ მიწას უნდა გაუფრთხილდეთ. ეს დაიბარა პატრიარქმა. და პატრიარქი ყველას უყვარდა, მთელ საზოგადოებას. გვახსოვს მის დაკრძალვაზე რაღაც სასწაული ხდებოდა, იმდენი ადამიანი გამოვიდა, რომ პატრიარქის პანაშვიდზე დაკრძალვაზე მისულიყო. და იმ ადამიანების ნახევარი რომ გამოვიდეს ახლა, თქვათ ქუჩაში, ვინც იქ იყო დაკრძალვაზე და პატრიარქის სიტყვა გაითვალისწინოს და გავაპროტესტოთ ამით, ეს უკონტროლო მიგრაცია, რომელიც სახელმწიფომაც აღიარა, რომ ბევრი მიგრანტი გვყავს უკონტროლოდ და უკანონო. და ეს არაბული ქალაქები და სხვადასხვა მიმართულებები ჩვენ პრობლემას მოვერეოდით თუ გამოვიდოდით ქუჩაში, მაგრამ პრობლემა მაინც გულგრილობამდე მიდის, შემგუებლობამდე მიდის. ჩვენ კარგად ვერ ვაცნობიერებთ ეს მომავალში როგორი დიდი საფრთხე იქნება, ალბათ არ ვიცი, მე ვერავის ვერ დავარიგებ განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მაგრამ დიდი პატივისცემით გიზიარებთ ჩემს შტაბ-ეჭდილებას ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ზარი მივიღოთ. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. ასეთი აზრი მინდა გამოვიდა. არც ერთ შემთხვევაში არც ბინები, არც მიწები, არც დაწესებულებები არ მიუყვიდოთ უცხოელებს. დიახ. კი ბატონო, გეთანხმებით ამაში. მადლობთ ზარისთვის. ვიცით რომ ქართველები სამუშაო ადგილს ვერ პოულობენ აქ. ღირსეული ხელფასით თორემ, ახლა 300-400 და 500 ლარიან სამსახურს მეტნაკლებად იპოვი, ასეთი ძიმეც არ არის რეალობა, მაგრამ ამ თანხით ოჯახს ვერ შეინახავს სამაგიეროდ და მიდიან ემიგრაციაში. და ამ ფონზე კონკურენცია ახდება.
ქართველი ვერ იწყებს სამსახურს, იმიტომ რომ იქ უცხოელი აიყვანეს. და უცხოელი თან ხდება მეტნაკლებად დაბალ ხელფას და ქართველი ამით ვერ არსებობს, არ შეუძლია ამით შეინახოს ოჯახი. და ეს არის პრობლემა, მერე იწყება 1000 საუბარი, რომ ვითომ ქართველს მუშაობა და შრომა ეზარება და ამიტომ მიდიან უცხოეთში. მუშაობა რომ ეზარებოდეს ქართველს, არ წავიდოდა პოლონეთში, ან ევროპის სხვა ქვეყანაში და იქ ქარხანაში მუშად არ დასაქმდებოდა. ესე იგი, მუშაობა უნდა და შეუძლია და არ ეზარება, მაგრამ არ უნდა რომ მისი შრომა იყოს დაუფასებელი და ხელფასი არა იყოს ადამიანური. ჩვენი დღევანდელი შეკითხვა ინტერაქტივში ასეთია, თქვენი აზრით, რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ, რომ უცხოელების მასიური შემოდინება შეწყდეს, შეჩერდეს, სულ უფრო და უფრო მეტი უცხოელი შემოდის საქართველოს და თბილისის ქუჩებში და აჭარის ქუჩებში, ბათუმში, ხედავთ ამას კარგად. ქართული საუბარი თითქმის აღარ ისმის ხოლმე. როდესაც საღამოს ბათუმის ქუჩებში გახვალ მაგალითად. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. დიახ, გისმენთ, გამარჯობა. ამ რამდენიმე ხნით დიახ. ტაქსის ვიზორ. და მის მარტი ვერ გაიგო თუ სპაგანწამი უცხოელი იყო ძველი. დიახ. ხშირია ასეთ შემთხვევები, დიახ. და მე ვეღარ ვიყავი საძვიყავი. დიახ. და შეიძლება ეს თქვენი აზრით ეს დღევანდელ საქართველოში რამდენად დიდი პრობლემაა და მომავალში უფრო დიდი პრობლემა იქნება თუ არა? ეს დიდი, ეს არის უაზროთი. დიახ. აი გამოსავალს რაში ხედავთ? დღეს რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფო? აი როგორც არ უნდა შეფეთქეთ თუ შემოვლენ, მიიღებენ მოქალაქეობას, მიიღებიან ბინეთს, სამსახურებს დაიწყებენ და ყველაფერი იქნება ნორმალურად. კი ბატონო. პროცედურის დროით შემოვიდეს, დაბრუნდნენ დი, როგორც ტურისტი შემოვიდეს, ან როგორც სტუდენტი შემოვიდეს, ისწავლოს, წავიდეს. კი ბატონო, კი ბატონო, გეთანხმებით, მადლობა ამისთვის. ძალიან მასიური პროცესები მიმდინარეობს ახლა, ამ დღეებში და ამ პერიოდში. ყოველდღე იზრდება მასშტაბები, მზადდება ვიდეო რგოლები. გნებავთ YouTube-ზე შებრძანდით და რუსულად, ინგლისურად ან არაბულად ჩაწერეთ, რომ საქართველოში უძრავი ქონები შეძენა. აი გამოდის უამრავი ადამიანი, უამრავი ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი და ცდილობენ რუსული ბაზარი, თურქული ბაზარი, არაბული ბაზარი დააინტერესონ, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. ეუბნებიან, რომ აქ ბინადრობის მიღება ადვილია, ბინებიც იაფიღირს, მიწებიც იაფიღირს. თუ $100,000 დახარჯავთ, გარანტირებული გაქვთ ბინადრობის უფლება კანონითო. აი ამას ეუბნებიან და მართლაც ბევრი ჩამოდის, ახლა ვხედავთ უკვე ბოლოს და ბოლოს პროპორციას, რამდენია ქართველი და რამდენია უცხოელი. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. ჩვენს მოგემარჯვებით. დიახ. გამარჯვებით. ევროს ჩვენს სოციალ-პედაგოგიურად მყოფ იბერიელ ერს. დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენს ერს ევროს ის გზით მერაბისა და ზვიადისა და მერაბის გზით სხვანაირად არ შეიძლება. მანამ სანამ არ აღვადგენს სრულად იბერიაში კანონიერ ხელისუფლებას, მანამდე არაფერი არ იქნება. ეს უნდა იცოდეს სასოწარკვეთილებაში მყოფმა დღევანდელმა საქართველოს მოსახლეობამ. ჩვენს სამშობლოს არც მეზობელი ყავს და არც მეგობარი. აი ეს რატომღაც არავინ არ გაითავისა. მაშინ როდესაც აფხაზეთში ომი იყო, სომხეთიდან შემოდიოდა რაზმები, მათ შორის ახალქალაქიდან და აფხაზეთში ქართველობას ებრძოდნენ. დღეს კი აფხაზეთი სომხების ხელშია, არმენების ხელშია და არა აფხაზების. აფხაზებმა კარგად უნდა იცოდნენ შვილების ნათქვამი, აფხაზი ერი აღარ არსებობს ისტორიულად. აფხაზეთი ეს საქართველოს ისტორიული მიწა-წყალია. ჩვენ
შევარდნადისა და უკანონო ხელისუფლებებით დავეცით. მადლობთ. დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით. 557-88-55-88 ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. ობიექტივის მაუწყებლობა ხელმისაწვდომია სილქნეტის საკაბელო ქსელის მეშვეობით, მაგთის საკაბელო არხზე. აგრეთვე შეგიძლიათ სხვადასხვა საკაბელოებზე გვიყუროთ მთელ საქართველოში. რაც შეეხება დედაქალაქში სახლის ანტენას, იცით თქვენ რომ რაღაც პრობლემები არსებობს ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთ მაყურებელს გაეთიშა ობიექტივის მაუწყებლობა, ამიტომ მე გირჩევთ რომ თუ სახლის ანტენით გვიყურებთ თბილისში, ამ შემთხვევაში ხელახლა ჩართეთ არხების ძებნის ფუნქცია. და ხელახლა მოძებნეთ ობიექტივი. მე გთხოვთ რომ ეს გადასცეთ ახლობლებს, მეგობრებს, ობიექტივის სხვა მაყურებლებს, ვინც ახლა გვიყურებთ, მათ მიუმართავ. ხოლო რეგიონებში იცით რომ სამწუხაროდ სახლის ანტენით ჩვენი მაუწყებლობა გამორთეს, ეს დაკავშირებულია ძალიან დიდ ფინანსურ გადასახადთან, რისის შესაძლებლობაც სამ ეტაპზე ტელევიზიას და რადიოს არ გააჩნია. ზარია გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით, გისმენთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი შემოსვლა. რა უნდა გააკეთოს კაცმა, რა უნდა არ უნდა შემოუშვას. მარტო მე მთავრობას რომ მარტო თვეში თუთი მაინც უყუროს ენკი, ბენკის და მასტიბუბოს. ეს ბავშვები, ამ ბავშვებს რატო უნდა დაუნაგონ გზაყვაზე? ამ ბავშვებს რატო თავისი სამშობლოს ტერიტორიები უნდა დაუნაგონ? ახლა ნამუსი არ ახაცო? პირდაპირ ნერვებზე ვიშლემათ მოქმედებით. ერთი გამარგებიათ რასაკეთებენ ისინი კაის. ესენი ამოსახებები. და მე ყველაფერს ეშველება. დიახ. მადლობთ ჩემო ბატონო ზარისთვის. სულ უფრო და უფრო მეტი უცხოელი შემოდის საქართველოში. თვალშისაცემია უკვე ეს განსაკუთრებით ბათუმის, თბილისის, დიდი ქალაქების ქუჩებში. ჩვენ ტურიზმზე არ ვსაუბრობთ, მიგრანტებზე ვსაუბრობთ, რომლებიც აქ ჩამოდიან, სამსახურს იწყებენ, უძრავ ქონებას ყიდულობენ, მიწას ყიდულობენ და უფრო ნაკლებად ისმის ქართული საუბარი ქუჩებში. აი, ამ ფონზე საკმარისია თუ არა ის ზომები, რასაც ხელისუფლება იღებს. და რამდენად დიდი პრობლემაა ეს დღეს და მომავალში რამდენად უფრო რთული პრობლემების წინაშე დავდგებით თქვენი აზრით. ზარია, გისმენთ? მოგესალმებით, გამარჯობა. დიდი პატივისცემა. აგრეთვე მიიღეთ დიდი პატივისცემა ჩემგან. რა თქმა უნდა, რეგულაციებში უცხოელების მიმართ სერიოზული ხარვეზები და დასარეგულირებელია საერთოდ საკითხი. ბინადრობის, ქონების შეძენის და ასე შემდეგ სხვადასხვა თვალსაზრისით. მაგრამ აბსოლუტურად აუხსნელია ის ფაქტი, რომ აი რაც პენსიაში გავედი, ბოლო 4 წელია შემოგვლებაზე ვარ დასაქმებული ადმინისტრაციაში ხოდა. ბევრი ობიექტები გამოვიარეს. წარმოიდგინეთ, ყველა ობიექტზე დაუჯერებელი ამბავი ხდება. 90% დაახლოებით თუ მეტი არა, კიდე არა ქართველია დასაქმებული ხელოსნება, დღიურ მუშებად, ეგრეთ წოდებოდი დღიურ მუშებად. ეხლა ვკითხულობ, კაცო, თურქმენეთიდან, აზერბაიჯანიდან, თქვენ წარმოიდგინეთ, შემთხვევა მქონდა ბრაზილიიდანაც კი მყავდა მუშა ობიექტი. ეს ხალხი აქ ბინას გირავს, ჭამასმა ჭირდება, რა თქმა უნდა და ასე შემდეგ და გამომიშოვებული თანხას პლუს ოჯახს უგზავნია. ეხლა ქართველი კაცი, რომელიც აქ თავის სახლში ცხოვრობს, ახალ ოჯახი და ასე შემდეგ. აი წარმოუდგენელი ამბავია, როგორ ვერ არჩინოს იმ თანხად თავის ოჯახს, რა თანხითაც უცხოელები მუშაობენ. საკმარისია თუ არა, ეს ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა. მაგრამ აი რომელი კონკურენტული გარემოსია ლაპარაკი, როცა აი ესეთი ფაქტი ნებისმიერ სამშენებლო ობიექტში შეყვანს და ნახავთ, აი რითია იხსნება ეს?
კარგით, მადლობა თქვენი სათქმელისთვის, რითი აიხსნება ეს უნდა გაანალიზოს სახელმწიფომ და შესაბამისი ზომები მიიღოს. ჩვენ ვხედავთ, რომ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაინტერესებული არიან მართლაც, რომ უცხოელი მიიღონ სამსახურში, იმიტომ რომ უცხოელი ამ ხელფას, რაც არის, თანხმდება, ხოლო ქართველი არ თანხმდება. და ბიზნესის ბრალიც არის, კანონი არ ავალდებულებს მას, რომ ჯერ უპირატეს მდგომარეობაში ადგილობრივი მოქალაქე ქართველი დააყენოს და შემდეგ უცხოელი. და არ უნდათ ბიზნესის თანამშრომლებს, ბიზნესის წარმომადგენლებს მეტის გადახდა. ურჩევნიათ თვითონ გამდიდრდნენ უფრო, ვიდრე ქართველი დასაქმდეს ნორმალური პირობებით. უნდა გამკაცრდეს თუ არა საზღვრის კვეთის პირობები. უნდა გამკაცრდეს თუ არა სავიზო პოლიტიკა რიგ ქვეყნებთან. რაშია გამოსავალი თქვენი აზრით? გისმენთ? ილია, გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. მოკლედ ვიტყვით ჩემს აზრს. კი ბატონო, დიახ. ეს ხელისუფლება ერთი დღე არ არის დასარჩენებელი ხელისუფლებაში. დღე და დღე უკან მიდის ჩვენი ქვეყანა. მე ამას ვიტყვი, რომ ეგენი არ არიან ხდის მორწმუნე ხალხი. საპატრიარქოში რომ მივლიან, სანთლებს დაიჭერენ ხერხში, უფალი უყურებს ზეიდან და გაიცასაზღვრონ ის, რომ საჯოჯოხეთში წავლენ სუყელა მაგინი. ხდისრის სხვა მიადგება მაგათ ყველა ჩვენს საქართველოს რაც დამართეს. დახედვა აღარ მინდა იმდენი უცხოელი დადის. სირცხვილი თქვენ. დიდი მადლობა ზარისთვის და თქვენი სათქმელის გაზიარებისთვის. სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. თქვენი აზრით, რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ უცხოელების მასიური შემოდინების წინააღმდეგ, რასაც ახლა აკეთებენ, ეს არის თუ არა ოდნავ მაინც საკმარისი, იმიტომ რომ გებულობთ, რომ რაღაცა თვეში 10, 20, 30, ზოგჯერ 100-ც კი არალეგალი მიგრანტი გავაძევეთო, ამას გვეუბნება სახელმწიფო და ეს ზომები კმარა თუ არა პრობლემის მოსაგვარებლად თქვენი აზრით. პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენ უსმენთ და უყურებთ ობიექტივს. ჩვენი ეთერის ნომერია შეგახსენებთ 557 88 55 88. მე მინდა მადლობა უთხრა ბატონ ჯემალს, რომელმაც გუშინ ობიექტივის საბანკო ანგარიშის მეშვეობით გარკვეული შემოწირულობა გააკეთა ამ არხის მხარდასაჭერად და ამ ეთერის შესანარჩუნებლად. მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ ჯემალს და აბსოლუტურად ყველას, ვინც ამ დრომდე ობიექტივის მხარდასაჭერად გაიღო შემოწირულობა. სულ უფრო და უფრო მეტი უცხოელი ჩანს თბილისის, ბათუმის და დიდი ქალაქების ქუჩებში, ნაკლებად ისმის ქართული საუბარი. აქ რაში ხედავთ გამოსავალს? ჩვენ ტურიზმზე არ გვაქვს აქცენტი და ტურიზმზე არ ვსაუბრობთ, პირიქით ეს კარგია. ვსაუბრობთ იმ უცხოელებზე, რომლებიც აქ რჩებიან ბინადრობის ან მოქალაქეობის უფლებას, იღებენ, შემდეგ მიწებს, ბინებს, ყიდულობენ, სახლებს ყიდულობენ მათ შორის და საქმდებიან სხვადასხვა პოზიციებზე. პრობლემად მიგაჩნიათ თუ არა ეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მოქალაქე ამას პრობლემად ვერ მიიჩნევს. არაბული ქალაქების მომხრეებიც გამოჩნდნენ, მიგრანტების წინააღმდეგ, უпростоრად მიგრანტების მომხრეებიც გამოჩნდნენ და ამბობენ, რომ თქვენო რა გიკვირთო, აბა ჩვენი ქართველებიც მიდიანო უცხოეთში და იქ ცხოვრობენო და მერე რაო, სხვები თუ ჩამოვიდნენ საქართველოშიო, ამასაც ამბობენ, მაგრამ დაგვირეკეთ და თქვენი არგუმენტები უფრო მეტად დაგვისაბუთეთ, გთხოვთ. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ჩვენ წინ პოსტში სწავლობთ უცხოელი. დიახ. არაბიელები როგორც მივწე საცნობო. და დილას ვამბობ, ამ დილასაც იწყებს ტელეფონზე ლამპარაკი. საათობე. ანარგვადიეს, მოგაკლებს გადაძინების ცურას ან გამიჯებს ადრიან. დიახ.
მამა, ალიგანტი. აცი არ გამოცდა, თქვა, ნუ მაშინ სამისეს. ხაცელი, ნამაღლა, დაილაკარაკეს, სადღაც აცი მაგათა. შიფტები მასაჩულებო. კეთილი, დიდი მადლობა, გავიგეთ თქვენი სათქმელი. აჭარის რეგიონს სჭირდება განსაკუთრებით დიდი ყურადღება ბათუმს, სადაც უძრავი ქონება, სადაც ბიზნესი, ყველაფერი თითქმის ხდება უცხოელების საკუთრება და ნელ-ნელა ადგილობრივი ექცევა უმცირესობაში. ეს პროცესი ყველაზე მეტად საგრძნობი არის აჭარაში და ბათუმში. ძალიან მწუხვარ იმაზე, რომ ამ პრობლემას 10 წლეულზე მეტია ჩვენ ვაყენებთ დღის წესრიგში. ობიექტივი. მაგრამ ვერ მივახციეთ იმას, რომ სახელმწიფომ ეს პრობლემა გულთან ახლოს მიიტანოს. ყოველ დღე ანიჭებენ თურქეთის მოქალაქეებს მოქალაქეობას, ყოველ დღე ახალ და ახალ ბიზნესს აფუძნებენ და ოჯახებით ჩადიან ბათუმში ეს თურქეთის მოქალაქეები და არა მარტო ისინი, რუსები ძალიან მომრავლდნენ ბოლო დროს. ვინც არ უნდა იყოს, ვინც ქართველს უმცირესობაში მოაქცევს, ის არ გვინდა ჩვენ ამ დოზით. სტუმარი ღვთისა, სტუმარი უნდა მოვიდეს, მაგრამ სტუმარმა არ უნდა ჩაანაცვლოს მასპინძელი. ახლა ხაზი თავისუფალია. სტუდიის ტელეფონის ნომერი კი გახლავთ 557 88 55 88. ასეთ შეკითხვას ვსვამთ დღეს ინტერაქტივში. თქვენი აზრით, რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ, რომ უცხოელების მასიური შემოდინება შეჩერდეს. კითხვეს, რომ ვიბრძვითო უკანონო მიგრაციის წინააღმდეგო და რაღაც გარკვეულ რიცხვებს ასახელებენ, ვისაც აძევებენ ქვეყნიდან, მაგრამ უკანონო მიგრაციასთან ერთად კანონიერი მიგრაციაც პრობლემაა. ახლა ინდოეთთან ჩვენ თუ უვიზო მიმოსვლას დავაწესებთ, მილიარდნახევრიანი ერია. შეიძლება გადავკლაპონ რამდენიმე წელიწადში და ჩვენ აღარ ვიყოთ აქ და ისინი იყვნენ, ხომ? გადასახედია სავიზო პოლიტიკა, უნდა გაუქმდეს ბევრ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა, ასე არ შეიძლება. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო, ეთერში ხართ, გისმენთ? ქართველთა საყენებენ ფუტბოლში. ხო. აი, ხო. ხო, ინტერნეტს ხმუდამ. ვინც აემას თესის თქმა ვიცამეთ ხუნტაკეთებს. ეგ ინფორმაცია არაფერი შეიძლება საქართველოს. დიახ. ხო, აი, ყველამ უნდა იცოდეს. აი, ხანდela ხალხო შეიძლება მაგრამ აი, ვერ დავჭით. იმან კარგად ვიცით და რა თქმა უნდა რა დახდება მაგრამ მადლობ, დიდი მადლობა. გავიგეთ თქვენი სათქმელი. 557 88 55 მართალია კანონი არსებობს, რომ ფასადებზე წარწერები უნდა იყოს ყველგან ქართული, მაგრამ ამ წესებს არ იცავენ ბევრგან. აგრეთვე დაწესებულებებში შედიხარ და ქართულად არ გემსახურებიან. ზოგიერთ რესტორანში ქართული მენიუც კი არ აქვს, ზოგიერთში არა, ბევრ ქართულ რესტორანშიც აღარ აქვს უკვე ქართული მენიუ, განსაკუთრებით საერთაშორისო სასტუმროებში და გავიგეთ ბატონო, უცხოურ ენაზეც უნდა იყოს სტუმრისთვის და ტურისტისთვის, მაგრამ ქართველი რატომ არის ვალდებული იცოდეს თურქული, რუსული ან გნებავთ ინგლისური. სასურველია ყველა ენის ცოდნა, მაგრამ თქვათ არ ვიცი. რა უნდა გავაკეთო ასეთ დროს? ზარია ეთერში, გისმენთ? მოგესალმებით, გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა. კარგით, ნუ. გესმის? მესმის თქვენი ხმა. თუ დაიწყებთ საუბარს, კარგი იქნება. გამარჯობა, გენაცვალე. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. მე პენსიონერი ვარ. 5 შვილი მყავს. დიახ. სულ 8 ვარ ოჯახში. 8. და მარტო ჩემი შვილი მუშაობს. იმიტომ რომ ძალი ვერ მუშაობს. მე ვერ გამგივარ გალეთ 80 წელს მიტანებული თან ავამყოფი ვარ და იცით რა არის? ამ ხუთ ბავზე სახელმწიფო დახმარება არის 150 ლარი. ესე იგი
ყველაფერი მესმის, მაგრამ ესე იგი ორი სკოლაში დადი, ცირე დაწყებისებში. ორი ბაღში დადის, ერთი სახლშია და პლუს კიდე ჩემი ძალი მეექვსე შუქლოლოზებით კიდე. ძალიან კარგი, გილოცავთ. კარგია, მაგრამ ძალიან ვიჭირდა და როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ხელფასი, რომელიც 4,500-ია ჩემს შვილს. არ ვიცი ამ დაგვარი რა 500. არ ვიცი, ახლა მე პენსიონერის ჩემი პენსია მარტო წამლებს უნდა. ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ და ამას არ უყურებს მთავრობა. რა უნდა ვქნათ ასეთმა ოჯახებმა? ჩემი შვილები და ძალი ყველანი ეკლესიურები არიან და ბავშვი უნდა გააჩინონ, სხვა არ არის. ხო და რა უნდა ვქნათ? ძალიან არ ვიცი, დიდი მადლობა. მიიტანეთ ეს მრავალშვილიანი ოჯახების სარკივარი, მიიტანეთ მთავრობასთან. ძალიან ხო. მადლობა, ქალბატონო, დიდი მადლობა. როგორ უნდა იყოს 5 შვილზე. და ოქტომბერში კიდე მეექვსე ბავშვს ველოდებით. მიიტანეთ მადლობა, დიდი მადლობა. გავიგეთ, მივიტანოთ უნდა მთავრობამდე ეს პრობლემა და კიდევ უფრო მეტი ვისაუბროთ, გეთანხმებით ამაში და გვიხარია ძალიან რომ მრავალშვილიანი ოჯახი გყავთ თქვენ შვილს და თქვენ შვილიშვილებს წარმატებებს უსურვებთ. არ ვიცი, ეს მართლაც დიდი პრობლემაა რომ რთულია ოჯახის შენახვა და შემდეგ უკვირთ ხოლმე რომ რატო არ დათანხმდა ქართველი 1000 ლარიან სამსახურს და რატომ გადაწყვიტა უცხოეთში წასვლა სამუშაოდ. 1000 ლარად როგორ შეიძლება 5 შვილიანი ან 7 შვილიანი ოჯახი შეინახო, ვერ შეინახავ. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. ხმამაღლა თუ შეიძლება, ხმამაღლა და გარკვევით. მრავალშვილიანი ოჯახების წესებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის უნდა მოვიწყოთ, რომ მომრავლდეს ერი და დაეხმაროს ქვეყანას სახელმწიფო წესიერად. ისე კი არა, რომელცა ეს 1-2 კაბინეტი. ეს არა. ტავლა უნდა იყოს უფასო. გადასახადები უნდა იყოს უფასო, ტრანსპორტები უნდა იყოს უფასო. კეთილი. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. სხვათა შორის მე მახსენდება ობიექტივის პროექტი, რომელიც წარსულში გავაკეთეთ ჩვენ ჯადოსნური 5, ახლაც გადის ხოლმე განმეორებით ეს გადაცემა და მაშინ ჩვენმა გუნდმა ამ პრობლემის პირისპირ როდესაც ვიდექით და ვფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა მრავალშვილიან ოჯახებს დავხმარებოდით, მოვიფიქრეთ ასეთი ტიპის პროექტი, რომლითაც საკმაოდ ბევრ ოჯახს გავუმართეთ ხელი და მნიშვნელოვანი თანხა საჩუქრად გადაეცათ მათ. და ასეთი რამ სახელმწიფომაც უნდა გააკეთოს, გნებავთ მსგავსი პროექტებით დაიწყონ, გააგრძელონ სხვადასხვა შეღავათებით და წახალისებით მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, მაგრამ მოდით დღეს თემას ძალიან ვავწდებით. თქვენი აზრით, რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ უცხოელების მასიური შემოდინების წინააღმდეგ, რაც ბოლო დროს განსაკუთრებით თვალშისაცემია. ზარია, გისმენთ? ალო. გისმენთ, დაიწყეთ საუბარი. ჯერ გასწრებით 200 ლარი არის ბავშვიშო ბავშვზე. ჩემი მეზობლები იღებენ 200 ლარი ეს ბავშვზე. ეს იმერეთია. სხვა არ ვიცი. სხვაგან არ ვიცი როგორი. დიდი მადლობა. მაგ ქალბატონმა რო თქვა, შესაძლებლობა არ მაქვს. მეექვსე შვილი ახლა შეხედოთ ცოტა ხანდა. კარგით, ნუ ახლა ეს არავის საქმე არ არის. მადლობ, დიდი მადლობა ზარისთვის. ღმერთმა ამრავლოს ჩვენი ქვეყანა და ღმერთი ყოველთვის ხელს მოუმართავს მრავალშვილიან ოჯახებს, თუ ამას მთავრობა არ აკეთებს და არ გააკეთებს. ამიტომ ჩვენ უნდა გავმრავლდეთ აუცილებლად, თუმცა ნუ ახლა დანარჩენზე აღარ მინდა ვისაუბრო და თემას გადავუხვიოთ. კვლავ ზარია, გისმენთ, გამარჯობა.
მოგესალმებით. თქვენი კითხვა არის ესეთი დასული, რა თქმა უნდა, იყოს თუნდა რეგულაციები შემუშავებული. ძალიან ბევრი უცხოელი შემოდის და ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის ცოტა შემაწუხებელი. ეს ერთი, მეორე აი თქვენ ჩამოთქვათ აი რაც ჯადოსნური ყუთი რომელიც გადაცემა იყო და მართლაც მივესალმებოდით, აი ოპოზიცია ეხმარება ხალხს და რაღაცა ის უამრავი გაჭირვებული რეკავს თქვენთან და ეხმარებოდეს თუნდა ასევე ოპოზიცია. იმიტომ რომ რატო იცით მე ხარ ჩვენ გაჭირვებაში ვცხოვრობ, მაგრამ მერიას რომ მივმართავთ ხოლმე რაღაცა დახმარებას გვიკეთებენ ნამდვილად და ასევე უნდა რეგულაციები სახელმწიფომ უნდა დაუდგინოს ოპოზიციასაც მე თუ მკითხავთ თუ მე თანხმებით ამაში. იმდენ დესტრუქციულ ქმედებას იჩენს ოპოზიცია, იმ ქმედების მაგივრებს ჯობია ხალხს დაეხმარონ და იმ გაჭირვებულ ადამიანების დახმარებაში წვლილი შეიტანოს ოპოზიციამ და აი ამას პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს. ყველას უნდა ეკისრებოდეს. კი ბატონო. ყველას უნდა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა და ყველა უნდა ფიქრობდეს გამოსავალზე. პარტიას არ გულისხმობ, ძალიან ეხმარებოდა ხალბატონი ირმა ეხმარებოდა ასეთი და არ მიდახართ სხვა პარტიები ჩამოვთვალო, მაგრამ უნდა ეხმარებოდნენ ისინი, ისედაც ცოტანივად ქართველები და აი ეს ფოტო კიდევ ერთხელ მინდა ვაჩვენო ხალბატონო, ეს არის თბილისის ერთ-ერთი სუპერმარკეტი ახლა. მაგათ მე ვერ ვუყურებ, იმიტომ რომ ხილვადობა არ არის ეკრანი, მხოლოდ რადიოში. რადიოში გვისმენთ. კეთილი. მადლობა თქვენ რომ დაარეკეთდა თქვენი სათქმელი გაგვიზიარეთ. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველამ, ოპოზიციამაც და პოზიციამაც და აბსოლუტურად ყველამ. გნებავთ არაბული ქალაქების, გნებავთ უცხოელი მიგრანტების მასიური შემოდინების წინააღმდეგ. ამ გოგონას მაგალითად ვინც კადრში ჩანს და მოლარე კონსულტანტია მაღაზიის, არაფერს არ ვერჩით, ღმერთმა დაგვიფაროს, პირიქით ძალიან საყვარელი გოგონაა, მაგრამ ჩვენ რომ ხედავთ რომ ქართველი უმცირესობაში ექცევა და უცხოელი არნახული ტემპით შემოდის საქართველოში, აქ უკვე ვფიქრობთ მომავალზე. რა იქნება მომავალში? როგორი მომავალი იქნება? რას ვუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობას გნებავთ? როდესაც დღეს უკვე პრობლემაა გახვალ ქუჩაში და ქართული საუბარი არ ისმის. შეხვალ რესტორანში და ქართული მენიუ აღარ არის და მიმტანი ქართულად არ გესაუბრება. ძალიან ბევრი გაჩნდა ასეთი დაწესებულება. ზარია ეთერში გისმენთ? ალო, გისმენთ? მოგესალმებით. დაიწყეთ საუბარი. დიახ. აქ ბატონო ილია, მე თქვენ ვერ გავაფსოვეთ ამას. თავრობა ყავს, ვიცეთი? ოდიცი და ფეხებზეგილია, ვინ იქნება ვინ არა. ქართველი ერზე რო არის ზუნეს, თავრობა ის ათეთი თავრობა ადმინისტრაცია, გინდა ოპოზიცია, გინდა პოზიცია იყოს. ათეთი არ მოწევია საქართველოს დაღლაროა. სწორია. ავტობუსში უცხოელები უბრალოდ იდე ქართველები მეტროში სადაც გინდა მაგაზიაში რო შეხედავ საუბანაირები ინდოეთი არაბეთი და ესეთი რომელიც შეგვარა ისინი აქა მოწვენილი ამაზე უნდა იგინოს ლამაზი პარეტული სიტყვები გამოწვა არაფერს არ მისცემს შედეგი უნდა იყოს რომ ქართულ კლასს შეუხენი ცხოვრების სიცოცხლე როი იგორზე გამრავდეს. მე ცხოვრობა რაღაც მიზერნი იმაზე, პენსიაზე, მიზერნი ამაზე არის. რა თქმა უნდა მიზერული. არაფერზე არ მოხდის გადასახდებზე ემაზე და რა უნდა იყოს, როგორ უნდა შევაქო, ერთი შემახედა მაგენერო ერთი იქ დამაჯინა ან მივიწვიე და პარლამენტში რა კანონს გადაგოს რა კარგი ბიჭები ხართ არ მაგარ მადლობა დიდი მადლობა გავიგეთ გავიგეთ ერთ და იგივეს ნუ ღარ გავიმეორებთ სხვა მაყურებლებსაც მივცეთ შესაძლებლობა შემოვიდნენ პირდაპირ ეთერში და საკუთარი აზრი გაგვიზიარონ 557-88-55-98 თქვენი აზრით რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ უცხოელების მასიური შემოდინების წინააღმდეგ აი არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით მე განცდა მაქვს რომ დავმარცხდით იმიტომ რომ ხელისუფლებამ ასე გადაწყვიტა თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა და ხალხმაც პასიურობა გამოიჩინა.
ნუ აქ სრულდება ეს ამბავი, ასეთი ეჭვი მაქვს, იმიტომ რომ ხალხს ამაზე რეაგირება არ უნდა. იმედი მაქვს, რაღაც გარდამტეხი მოხდება და გამოიღვიძებს საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ამას ეგუება, მაგრამ ასეთი პირი ჯერ არ ურჩანს. ზარია ეთერში გისმენთ? შუადღემშვიდობის გამარჯობა. რაღაც ნაწილი არა სულიერ საქართველოს, თითქმის სულიერ საქართველოს. დავმარცხდით რა, ვთქვათ სიმართლე, ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს. არაბული ქალაქების თემაზე დავმარცხდით. აშენდება ეს ქალაქები და ასე ნდომებია ქართველ ერს და თუ უნდა ქართველ ერს აშენდეს. რა ვქნათ ახლა? ჩვენ ხო არ მოვკვდებით? ზუსტად მაგას ლაპარაკობ. დიახ. აუცილებლად ეწავლა. ეს თუ მთავრობა აუცილებლად. სავისო რეჟიმები ამ ქვეყანთან და საკმარისია რა. დიახ. მადლობა. მადლობა, დიდი მადლობა სარისთვის. 557 88 55 88. ნუ აჭარის მოსახლეობასაც როგორც ჩანს, ნდომებია ეს თურქები, იმიტომ რომ მათი პროტესტი ჩვენ არ გაგვიგია. თბილისში მოსახლეობას ნდომებია ეს ამდენი უცხოელი, იმიტომ რომ ჩვენ პროტესტს ვერ ვხედავთ. კი, ყველა თავის გულში რაღაცა უკმაყოფილებას გამოთქვამს, მაგრამ აბა უთხარი შენ ვინმეს რომ გააპროტესტოს ეს, მაშინვე გეტყვიან ის თურქიო, ჩამოდისო აქ და ფულს ხარჯავსო და ფული შემოაქვსო და ჩვენო დასაქმებული ვართ მათ ბიზნესშიო. ამას გიპასუხებენ ზოგიერთი ბათუმში და ზოგიერთი კი არა ძალიან ბევრი. ყველაფრის ღირსი ვართ ჩვენ, რასაც ვიღებთ. აბსოლუტურად ყველაფრის. სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს და შევწყვიტოთ ეს ტყუილები, რომ ვითომ ყველაფერი მთავრობის ბრალია. მარტო მთავრობის არა, ჩვენი ბრალიც არის ყველაფერი. თითოეული ჩვენგანის, ჩემი ბრალიც არის. მეც როგორც ერთი ჟურნალისტი სათანადოდ რეაქციას და რეაგირებას ვერ ვახდენ. როგორც ჩანს, უფრო მეტი შემიძლია. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა, თქვენ გელაპარაკებთ. დიახ, გისმენთ. ვერაფერაკავ შემოგევიდა. დაუწიო ტელევიზორს როგორ? გამოვდეთ ხმა საერთოდ ტელევიზორს. იცით რა არის შემოყავდა? ეს ჩვენი ხალხი სულ გადაგვარდა. მარტო თქვენ ლაპარაკით არაფერი არ გამოვა. რა თქმა უნდა არაფერი არ გამოვა ლაპარაკით, არც ჩვენი და არც თქვენი ლაპარაკით არ გამოვა. ყველას ერთად მოქმედებაა საჭირო. არა. ამათ ხო ფიქრობ ეხლა რომ ვიყურებ რამეს გავგიჟდე. როგორ შეიძლება? ეხლა წამოვყენა დავით აღმოჩენებელი საქართველოს სულ დაიკარგა, სულ სადღაც საქართველოს. დიახ. კეთილი, დიდი მადლობა ზარისთვის. რამდენიმე წუთი, 3 წუთი ვრჩება ჩვენ და თუ მოვასწრებთ, მინდა დავუთმოთ ეს დრო მაყურებლებს და რადიო მსმენელებს და ასე ვთქვათ, მივცეთ შესაძლებლობა გამოთქვან საკუთარი აზრი. თუ ზარია შემოუშვათ, გისმენთ? არ არის ზარიო. კარგით, დავასრულოთ მაშინ. როგორც ჩანს, სარეკლამო ტიხრების გაშვების დროა და მანიშნებენ, რომ გადაცემა დავასრულოთ დღეისთვის. ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი ინტერაქტივს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ზარისთვის, მადლობა ყველას, ვინც გვიყურებდით და გვისმენდით. ნახვამდის.